ერთ-ერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მერიკომ დაგვიტოვა, გუშინ და ვერ მოასწარით ეთყობა ეთერში გაშვება. მე როგორც ხვდები, ეს გუშინ იყო ოკეანის საერთაშორისო დღე და თქვენ იცით, რომ ძალიან საინტერესო ესეთი პროექტი აქვს Google-ს, Google View ქვია, სადაც თქვენ შეგიძლიათ რუკაზე ნახოთ სამგანზომილებიანი ფოტოები, ფაქტიურად საკმაოდ დიდი კონგლომერატების, სხვადასხვა დიდი ქალაქების, შეერთებული შტატები ფაქტიურად მთლიანად არის დაფარული. ევროპის მეგაპოლისებიც. ევროპის მეგაპოლისებიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უпроსტად ოკეანეშიც არის ეს ყველაფერი შესაძლებელი, აი მაგალითად ნახოთ ერთ-ერთი მსგავსი ადგილი. ეს არის როგორც ხედავთ არუბასთან, აი ესეთი ტიპის 360 გრადუსიანი ფოტოებია. ანუ ჩვენ არა მხოლოდ უпроსტად Google-ი არა მხოლოდ მატერიკზე იღებს მსგავს 360 გრადუსიან ფოტოებს, არამედ უკვე ოკეანეშიც გადადის ნელ-ნელა. და სხვათა შორის ხო კარგია გიგი რომ შემახსენე ტრინიდად და ტობაკოს შესყიდვის სურვილი აქვს Google-ის კორპორაციას. მგონი უკვე შეისყიდა. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს ფორმალურად რომ კომპანიამ კორპორაციამ შეისყიდოს რომელიღაცა კონკრეტული ქვეყანა. თანხებზეც იყო საუბარი რაღაცა 30 მილიონზე თუ მილიარდზე. სულ რაღაც 30 მილიონად. მოგიძებნი და გეტყვი გადაწყვეტს. არა მგონია 30 მილიონი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბარი არის და ეს იქნება ძალიან ესეთი არაჩვეულებრივი პრეცედენტი. იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი მე მგონი არასოდეს არაფერი არ მოხდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უყიდიათ თქვა ცალკეული კუნძული კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ ის რომ მთლიანად ქვეყანა იყო შესყიდული, სხვათა შორის მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც 30 ბილიონად უკაცრავად. 30 მილიარდი ეს, ანუ ტრინიდად და ტობაკოს საკმაოდ მაღალი კლასის პროგრამისტები ყავს, თურმე აღმოჩნდა, ქვეყანა საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, აქ არის საუბარი მხოლოდ ტურიზმზე, არის საუბარი იმაზე, რომ ეს იქნას რაღაცა გარკვეულ ლაბორატორიად, Google ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს და ნელ-ნელა აქვს შესაძლებლობა ფინანსური იმისათვის, რომ მსგავსი ქვეყანა შეისყიდოს. სხვათა შორის მსგავსი გამონათქვამები რამდენიმე წლის წინათ იგივე საბერძნეთთან მიმართებაში იყო. საბერძნეთი თქვენ იცით, რომ ძალიან ღრმა ფინანსურ კრიზისში იმყოფება. იყო რამდენიმე მცდელობა იმისა, რომ რაღაც გარკვეული კუნძულები, ტურისტული ესეთი ადგილები შეესყიდა რამდენიმე კომპანიას, ამაზეც იყო საუბარი, რასაკვირველია, მსგავს გადაწყვეტილებას საბერძნეთის პარლამენტი ვერანაირად ვერ მიიღებდა, მაგრამ რაც შეეხება ტრინიდად და ტობაკოს, აქ სერიოზული საუბარი მიდის ამაზე და მე მგონი მოლაპარაკებებიც კი მიმდინარეობს. ვადევნებთ თვალს, ეს ძალიან საინტერესო იქნება, თუ Google მსგავს რაღაცას გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მსოფლიო ისტორიას მსგავსი რამ არ ცოდნია.